ხარხევანი გაკეთებულია რაც რაღაცა ანამ ფუძე ანიქეთა ფუძებად და ტენდერი გამოხატა სიაშია. მაშინ არ უნდა იყოს დაზიანებული. სარდაფში კანალიზაცია დაზიანებული და ანუ დაახლოებით 60 დღეში უკვე დაიწყება რეაბილიტაცია. ჩვენ მანამდეც ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე კორპუსის დახმარებით, ზოგადად მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის დახმარებით, როცა რაღაც უზიამდებათ, ანუ ამოტუმბას ვახორციელებთ, გაწმენდას ვახორციელებთ, მაგრამ ანუ ეს არის დროებითი პრევენცია, ამ შემთხვევაში მოხდება მთლიანად ანუ კაპიტალურად შეკეთება სარდაფის. გარდა ამისა, ჰქონდათ საუბარი იმაზე, რომ ვადა გავოვიდა ანუ სახურავი, რომელიც გადაიხურა 2012 თუ გავხდები დაზიანებული და ამ საკითხებზე ჰქონდათ საუბარი და ამ ჩვენ გავუვლით ახლა ვნახავთ როგორ შეიძლება ვადის პერიოდში ჩატეულია თუ არა, თუ არ არის დამატებით მე მოვიფიქრეთ როგორ შეიძლება სახურავი გადაუხუროთ და რაც თავარი ჰქონდათ ეს არის ლეგალიზების საკითხები, რომელიც პრობლემაა ზოგადად რუსთავში სამწუხაროდ, ანუ არის ფართები რომლებიც თავის ძრზე არ იყო გადაცემული რაღაც იურიდიული ფორმით და ეს პრობლემა მოყვებათ უკვე ბოლო 25 წელიწადია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად მუშაობთ. ხვალიდან დაიწყება მონტაჟი სარდაფის საკანალიზაციო სისტემით, რისთვისაც ბატონ დავის მერის სამსახურს უხდით ძალიან დიდ მადლობას. ჭერის შესახებ მოახსენეთ ბატონ დავითს და შეგვიდა რომ ესეც ჩადგება მწყობში აუცილებლად ამ წელში. შემდეგ ბავშვების მოედანი გვინდა და ამაზედაც შეგვიდა ბატონი დავითი და გაკეთდება ბავშვების სათამაშო მოედანიც.